მოგესალმებით, ჩემო კარგებო, დღეს ვილაპარაკებ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, ჩემი პრაქტიკიდან ჩავთვალე, რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა და მინდა დაგანახოთ ცოტა სხვა მხრივ ეს ყველაფერი. ეს არის გზნობა, რასაც ქვია ბრაზი, წენა, დაჩაგურის ან შეურაცხყოფის ფონზე, რომელიც წესით უნდა გადაიზარდოს შურისძიებაში. დიახ, შურისძიებაში ეს რამდენადაც უხეშად არ უნდა მოხვდეთ ყურში, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე შურისძიება არის გამართლებული საქციელი და აუცილებელიც. იმისთვის რომ აღადგინო მიყენებული სულიერი და ფიზიკური ზარალი. თუ არ შესრულდა ეს შურისძიება, მერე უკვე როგორც დაჩაგრულს, დაზარალებულს და შეურაცხყოფილს მოგვდის ჭეშმარიტი ბრაზის და წენის გზნობა. და თუ ამ გზნობიდან ვერ გამთავისუფლდეს შურისძიების სახით ან რაიმე სხვა დანარჩენი, მაშინ ეს გზნობები იწყებენ ადამიანის განადგურებას. შიგნიდან უწყებს ხრნას და ხშირად ეს გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ბრაზის და წენის სიმძაფრიდან გამომდინარე. ან ეს ყველაფერი გრძელდება მანამ სანამ არ იქნება სამართლიანობა აღდგენილი. თუ სამართლიანობა არ იქნება აღდგენილი, ამ ყველაფერს ადამიანი მიჰყავს საკმაოდ მძიმე ავადმყოფობამდე. ნებისმიერი გამოუხატავი ემოცია თუ გზნობა, რომელიც შევინახეთ, მას აქვს გამანადგურებელი ეფექტი, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ავადმყოფობამდე და საიდუმლოდ გეტყვით. ავადმყოფობის 99% მოდის ზუსტად ჩვენი თავიდან, ჩვენი ემოციებიდან და ჩვენი გზნობებიდან. შურისძიების აუცილებლობას ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ყველაზე კარგად მიხვდნენ სვანები, როცა სისხლის აღება ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მე ამ ყველაფერს არ უჭერ მხარს და არც იმას, რომ ეს უნდა მოხდარიყო და კარგია და ასე შემდეგ. ამისთვის არის კანონი დადგენილი სახელმწიფოდან, რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს ამ ყველაფერს. უბრალოდ აღნიშნო, რომ კავშირი შურისძიებასა და ადამიანის ბუნებას შორის რამდენად ახლოა. მოდი ახლა ვიყოთ მაგალითი, რომელიც ჩემს პრაქტიკაში მოხდა. კლიენტი, რომელმაც გაიგო ცოლის ხალატი. რა თქმა უნდა გაშორდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ცოლმა წაიყვანა ბავშვებიც, გაუყო ქონებაც. ახლა კი მოკლედ აგიხსნით კლიენტის მდგომარეობას. პირველი ეს არის ხალატი, მეორე საყვარელი ბავშვების წართმევა და მესამე მისი ნაშრომი ქონების გაყოფა. როგორც ხდება. ეხლა წარმოვიდგინეთ ამ შემთხვევაში რას გრძნობს ადამიანი, რამდენად დამცირებულია, დაჩაგრულია და შეურაცხყოფილია. შეურაცხყოფილი და დამცირებული რატომ არის ეს, რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით ღალატის გამო, ხოლო დაჩაგრული იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში. ბავშვების წაყვანას და ქონების გაყოფაც. ვინც იყო დამნაშავე, კანონმა დასამართალა ამას დაუჭირა მხარე და რა ხდება ახლა ადამიანის გონებაში და სხეულში. დაგჩაგრეს, დაგამცირეს, არაუბრალოდ ჩაქთვალეს, ხოლო ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, აქ უკვე ძირითადად დარჩენილია ერთადერთი გზა არის ეს შურისძიება. რომ აღადგინოს სამართლიანობა და დაებრუნოს სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე. მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ამას აკონტროლებს სახელმწიფო, კანონი, კულტურა, სოციუმი, რელიგია, აღზრდა და ასე შემდეგ. შურისძიება კანონის ფარგლების გარეშე ისჩება დიდი სასჯელით და ესეც უნდა იყოს. მაგრამ ადამიანის ფიზიკურმა, სხეულმა და სულიერმა გონებამ საერთოდ არის ის, რა არის ვიღაცის მიერ დაწერილი კანონი. მან იცის მხოლოდ ბუნების კანონი. რადგან კანონით აკრძალული გვაქვს შურისძიება, ადამიანს კი არაფერი აღარ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მოითბინოს. რადგან ასდეს კანონით დასჯას და გამოდის, რომ ადამიანს აძურხებს სამართლიანი გზნობა მის მიმართ მოქცეულ უსამართლობას. მაგრამ მოთმენის გარდა სხვა გზა არაა. მას აძურხებს ის გამონადგურებელი გზნობები, რომლებიცაა წენა, ბრაზი, სიძულვილი, დამცირება და 1000 ის ნეგატიური გზნობა, რაც ადამიანს როგორც პიროვნებას და როგორც ხორციელს ანადგურებს. ცხოვრების დონეს უარესდება, ავადმყოფდება და საბოლოოდ შემდეგ გაიდებენ ბეჭდზე და მიყავთ დოლგარმონით. რა დაგვრჩენია ამ შემთხვევაში? რაც გვასწავლეს ის? აპატიე, შეუნდე, უბრალოდ დაივიწყე. ჩემი საყვარელი რჩევა ფსიქოლოგებმა და ეზოთერიკებმა იციან, უბრალოდ ამოიღე და გაუშვე შენი სამყაროდან ეს ნეგატიური გზნობები. უბრალოდ მოიშორე. შვინდი ხო არა, უბრალოდ ჩამორეკო და ცხვირი და მოიშორე. თუ გინდა გადახედეთ თქვენ ცხოვრებას, ვისაც ძალიან დიდი წენა და ბრაზი ჰქონდათ, ან შეიძლება ეხლაც გააქვთ, როცა ძლიერ დაგჩაგრეს. და რამდენი ხართ, რომლებმაც მართლაც აპატიეს და ეს გზნობები აღარ გაძვეხებთ. მოხდარი ფაქტი არ გიდგება თვალწინ და გახსენებისთანავე ყველა ის საშინელი გზნობა არ გაძვეხებთ. არ არსებობს ასეთი ადამიანი. უბრალოდ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია. იძულებული ვართ ეს გზნობები ჩავახშოთ. არ მივაქციოთ ყურადღება. ზოგი სასმელს ეტანება, ზოგი სხვა რამეს უფრო ძლიერს. ზოგის თითქოს თავის თავს ანუგეშებს, რომ აპატია, ზოგი ღმერთის იმედად რჩება და იმის ფიქრშია, რომ როდესღაც ღმერთი დასჯის. სამწუხაროდ არ დაგვრჩენია ბევრი არაფერი, გარდა იმისა, რომ შევეგუოთ. ეს მაგალითი რაც ზემოთ აღვნიშნე, უბრალოდ ავიღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა ხალატი, რომ თვალნათლივ შეგეგრძნოთ ადამიანის მდგომარეობა. ასევე მძიმე მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ქალი, რომელზეც სექსუალური ძალადობა იხმარეს.
როგორ შეძლებს ეს ადამიანი ამის დავიწყებას და პატიებას? ვერანაირად. დამნაშავეს რომ სამუდაო მიუსაჯონ თვითონ იმ ქალს რა? ის ქალი ისე გააგრძელებს ტანჯვას, როგორც მანამდე არაფერი არ შეიცვლება. იმიტომ რომ მიყენებულ სარალს კანონი ვერ აანაზღაურებს. ესეც ძალიან მძიმე ფორმა მოვიყვანეთ, რომ ესეთი წყენები უამრავი ხდება ჩვენს ცხოვრებაში დაწყებული ჩვენი საყვარელი ადამიანებიდან, დედა, მამა, და-ძმა, მეუღლე, შეყვარებული, თანაკლასელები სკოლაში, პარტნიორები ბიზნესში და ასე შემდეგ. გაიხსენეთ ახლა ვის რა დიდი წყენები გაქვთ და რამდენმა შეძელით თავის დაღწევა. რამდენი გრძნობთ ისევ შეურაცხყოფილად თავს. იმიტომ რომ სხვა გზა არ დაგვჭა გარდა იმისა, რომ ვაპატიოთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყურადღებით მომესმინეთ, რასაც გეტყვით. პატიების უფლება აქვს მხოლოდ გამარჯვებულს. ცოტა ხანი გაჩერდით, დაფიქრდით, გაიაზრეთ, რაც ვთქვი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან უცნაურად ჟღერს. ვიმეორებ, მხოლოდ გამარჯვებულს აქვს უფლება აპატიოს. შენ სანამ თავს გრძნობ დაჩაგრულად, დაზარალებულად, ცხნერის ნაჭრად, არარავად, როგორ შეიძლება აპატიო, ვინც დაგაზარალა მას? ვერანაირად. სანამ არ იგრძნობ თავს გამარჯვებულად, სანამ იმ ადამიანს არ დაამარცხებ, არ გახდები მასზე ძლიერი, არ განთავისუფლდები დაზარალებულის პოზიციიდან. მანამ ადამიანს ვერ აპატიებ ამ ყველაფერს და შესაბამისად ვერც განთავისუფლდები ნეგატიური გრძნობებიდან, რაც შიგნიდან ქრნის და განადგურებს. ახლა კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, როცა დაგჩაგრეს, დაგაბულინგეს, მიწასთან გაგასწორეს, რა მდგომარეობაში იყავით მანამდე, სანამ შური არ იძიეთ. და როგორ იგზენით შევა, როცა შური იძიეთ. გაგახსენდა? ასე რომ შემოგარდება, მაქვს ერთი ესეთი კარგი ინფორმაცია, სანამ ინფორმაციაზე გადავალ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო და გითხრათ, რომ არ ვარ მომხრე შურისძიების, რომელიც სახელმწიფოს მიერ შედგენილი კანონის ფარგლებს ცდება. და ასევე არ ვარ მომხრე ძალადობის. უბრალოდ მე თქვენ გაცნობთ, თუ რა კავშირია შურისძიებასა და ადამიანის ნამდვილი ბუნებას შორის, სადაც ძალიან ბევრი ცხოველური ფაქტორია. ხოლო კარგი ინფორმაცია იმაშია, რომ მე ჩემს ჰიპნოთერაპიის პრაქტიკაში მაქვს ერთი უნიკალური მეთოდი, რომელსაც ქვია ნამდვილი პატიება და ამ მეთოდის საშუალებით გათავისუფლდებით იმ გამანადგურებელი გრძნობებიდან, რომლის გამოუხვალტველობითაც ვაყენებ ზიანს საკუთარ თავს. თერაპიის შემდეგ თავს იგრძნობ ნამდვილ გამარჯვებულად. ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც არ ირღვევა არანაირი კანონი, მაგრამ ზუსტად ის პროცესი ხდება, რაც სინამდვილეში ცხოვრებაში უნდა მოხდეს. კანონი რომ არ გვიგზავნოდეს, ეს მოგცემს იმის საშუალებას შეძლოთ ადამიანის ნამდვილი პატიება და საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაგრძელება. თუ რა თქმა უნდა, ეს ეხება ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს. დაიმახსოვრეთ, როცა ადამიანი ამ გრძნობებიდან ვერ თავისუფლდება, დიდ ზიანს აყენებს საკუთარ ორგანიზმს. პატიება საჭიროა მხოლოდ თქვენთვის და არა სხვისთვის. პატიება არ ნიშნავს გიყვარდეს ის ადამიანი. პატიება ნიშნავს, რომ თქვენ განთავისუფლდეთ იმ ნამდვილი ნეგატიური ემოციებისგან, რაც ცხოვრებას და ჯანმრთელობას გინგრებთ. და შემდეგში იცხოვროთ თავისუფალი ნეგატიური ემოციებისგან. ჩემთან ყველა მოსული კლიენტი გადის ამ ცერემონიას ავტომატურად. თავისუფლდება ყველა ნეგატიური გრძნობებიდან, რაც შემდეგ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ძალიან ძლიერ გამოისახება. ახლა კი თქვენ გექნებათ საშუალება გაიაროთ მხოლოდ ეს ცერემონია და სამუდამოდ განთავისუფლდეთ ამ დამანგრეველი გრძნობებიდან. ვისაც გაწუხებთ ეს საშინელი გრძნობა, ჩაიწერეთ უფასო კონსულტაციას, სადაც მოკლედ აგესაუბრებთ, აგიხსნით ყველაფერს, თუ რას გავაკეთებთ და ასევე გეტყვით მომსახურების საფასურს. და შეთანხმების შემთხვევაში შეუდგებით მუშაობას. მე თქვენ მოგცემთ გარანტიას, რომ მე ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდებით ამ ნეგატიური ემოციებისგან და გრძნობებისგან და შეძლეთ ბედნიერი ცხოვრების საშუალებას. რაც ყველაზე მთავარია, მე თქვენ საჩუქრად მოგცემთ ინსტრუმენტს, თუ როგორ დაიცვათ თავი საჭირო დროს, ის რომ არ დაიტოვოთ წყენა და ბრაზი თქვენში. შემოგარგება გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და მოგცემთ ერთ ასეთ რჩევას, შეეცადეთ, რომ არავის არ აწყნინოთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაინც გადაწყვეტ და ვინმეს აწყნინებთ, მზად იყავით პასუხისგებისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს ასე ხდება, ეს შეიძლება მოხდეს იმ ადამიანისგან, ვისაც აწყნინებთ და ასევე ეს შეიძლება მოხდეს თქვენი საკუთარი თავიდან. ჩვენ როდესაც ვინმეს ვაწყნინებთ, ძალიან ხშირად იმ შემთხვევაში ირთვება დანაშაულის გრძნობა. ხოლო თქვენ ამ დანაშაულის გრძნობიდან ვერ განთავისუფლდებით მანამ, სანამ არ იქნება გამოსყიდული. და ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ გრძნობიდან რომ განთავისუფლდეთ, ჩვენი ქვეცნობიერი თვითონ მოაწყობს ამას. რაღაც სახით აუცილებლად დავირჩევით, რომ გამოვისყიდოთ ეს დანაშაული გრძნობა. ასე რომ ჩემო კარგებო, გავაფრთხილდით ერთმანეთს.